ქართულ დემონსტრანტებს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება შეასხეს. მტკიცებულებებზე დაყრდნობით BBC-ს საგამოძიებო ფილმი საქართველოს შესახებ 2025 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა. საუბარია შარშან ნოემბერში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე, როცა ათასობით მოქალაქე მოწვევის მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის შეჩერება გააპროტესტა. BBC-ს ინფორმაციით დემონსტრანტები სასაშლელად შეუიყენებდა ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც კამიც უწოდებენ. სუნთქვის უკმარისობა, სიზღლდენა, ქოშინი, ეს და სხვა სიმპტომები ამ დრომდე აწუხებს პროევროპული აქციის ბევრ მონაწილეს, რომელსაც 2024 წლის ზამთარ შეეგონა, რომ მხოლოდ წყლის ჭავლით დაშალეს. ქართული ოცნების მთავრობამ თავდაპირველად BBC-ს ფილმს უსაფუძვლო აჟიოტაჟი უწოდა და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით მისი დაკნინება სცადა. მაგალითად, ტელეკომპანია იმედმა 1 დეკემბერს გაავრცელა ოცნების ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადება. ეს ნივთიერებები ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა ოღონდ 2012 წლამდეო. 2 დეკემბერს ქართული ოცნების მოქმედმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ გომელაურის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია უარყო. ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს დაადასტურა, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს ნივთიერება, რომელიც BBC-ს ფილმში დასახელებული UN 34-39 ქოლგა კოდის ქვეშაა. კობახიძის განცხადების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იცის, რა ნივთიერება გამოიყენეს ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე, თუმცა ზუსტად იცის, რომ ეს არ არის კამიტი. ოცნების პრემიერმა 5 დეკემბერსაც ვერ დააკონკრეტა, რა ნივთიერებაზეა საუბარი. ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით გაიმართა საპროტესტო მსვლელობა 6 დეკემბერს თბილისში. ამ აქციას წინ უსწრებდა ბრიფინგი. სუსმა გამოძიების დაწყებიდან 5 დღეში თქვა, რომ გამოძიება დაასრულა. სუსში განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის 4 და 5 დეკემბერს გამოიყენა არა კამიტი, არამედ ქლორობენზილიდი მალონონიტროლი, იგივე ცრემლსადენი გაზი. რაც შეეხება ბრომობენზილ ციანიდს, იგივე კამიტს, უწყებაში აცხადებენ, რომ ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია. კიდევ ერთი ცნობა. ქედადეს შეერეხების განყოფილების ყოფილი უფროსის ლაშა შერგელაშვილის თქმით, წყლის ჭავლთან ერთად ქიმიური ნივთიერება 2020 წლის ნოემბერში CSKO-სთან გამართულ აქციაზეც გამოიყენეს, შეცდომით და პოლიციელებიც მოწამლეს. რა ნივთიერება გამოიყენეს გასულ წელს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით. 8 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ამ კითხვას არ უპასუხა. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე არ უპასუხა კითხვას 2024 წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში გამხსნელად თუ გამოიყენეს ტრიქლორეთილენი, რომელიც არანაკლებ საშიში ქიმიური ნივთიერებაა. ამ ვითარებაში სუსი გამოძიებას 319 მუხლი დაგრძელებს, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. თქვენთვის რას აჩვენებს ოცნების მთავრობის რეაქცია BBC-ს ფილმის შემდეგ?